როგორც იცით, სამართლის სარწმუნოების საფუძველზე დაკავებული ხართ 174 პრიმამურის მეათე ნაწილი. რას მოიცავს ეგ ბოდიში? ანუ ჩვენთვისაც რა იყოს მუხლი თქვით, თუმცა რისთვის იჭრეთ ეგ რომ გითხრათ დანარჩენებს ვინც აქ ვართ? შეგიძლიათ? შეკრება манифестაციის კონკრეტულად რა მოქმედებაზე? კონკრეტულად რა მოქმედებაზე? ტროტუარზე დგომის გამო, ხო? ტროტუარზე დგომის გამო, ხო? თქვენ როცა აქ იწყებდით მუშაობას პოლიციაში, გეგონათ რომ ოდესმე სტუდენტს დააკავებდით ტროტუარზე პროტესტის გამოთქმის გამო, მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო? თვითონ დაგირეკეთ და ხელს რაზე უკრავენ, კი ბატონო. ხო, ანუ დისკუსიისთვის მე შევიკრიბე. არა, დისკუსიისთვის ვერ შევიკრიბებით ვერსად. უბრალოდ ძალიან სირცხვილია მართლა, არ გცხვენიათ, მართლა მაინტერესებთ, არაფერი შეგრძნება. არა, შეგრძნება არა, გაქვთ სირცხვილის? კი. არა, რუსებს რომ, არა, რუსულ რეჟიმს ემსახურებით, არ გცხვენიათ, თორე ანუ, ხო, რა ვიცი. ელენე გვიყვარხარ. ელენე გვიყვარხარ. ყოჩაღად. და მადლობა რომ სამშობლოსთვის იბრძვი. მადლობა ელენე. ანაირი ხერხულობა არ გაქვთ ტროტუარზე დგომის გამო იჭერთ ადამიანს? არ გცხვენიათ ეგ? სტუდენტს უნივერსიტეტიდან რო იჭერთ ტროტუარზე დგომის გამო პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო? არ გცხვენიათ მართლა? არ გცხვენიათ. ცეკვავამ დღეს ელენე გელაშვილს, რომელიც არის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, გამოუტანა ორდღიანი, ორი დღით გაუშვა ციხეში ტროტუარზე დგომის გამო და იმისთვის რომ გარუსების წინააღმდეგ იბრძვის უკვე რა ვიცი 500-ზე მეტი დღეა.